გამარჯობათ, მე ვარ გია ტოღუში, ბათუმიდან, მწერალი, პოეტი და უფრო მეტად პოეტი, როგორც ეს ერთმა ცნობილმა ლიტერატორმა აღნიშნა. ტელერადიო მაუწყებლობა Argos ინიციატივით დღეიდან მე გავუძღვები ლიტერატურულ გადაცემას, რომელსაც სათაური თავად შეურჩიე ლიტერატურა უპირველეს ყოვლისა და ჩვენ აქ ვისაუბრებთ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებზე, მათ ავტორებზე, ამ ავტორების დამოკიდებულებაზე ადამიანის სულის მოძრაობისადმი, სამყაროსადმი და ზოგადად ადამიანისადმი. გადაცემა იქნება ძირითადად მონოლოგიური ხასიათისა, მაგრამ ხანდახან გვეყოლება მოწვეული სტუმრებიც და ის გავა ყოველი თვის ბოლო პარასკევს საღამოს 10 საათზე. დღეს ჩვენი შეხვედრა იქნება უფრო გაცნობიტი ხასიათის და ორიოდე სიტყვით გეტყვით ჩემ შესახებ და ორიოდე წინადადებით ლიტერატურის როლზე ჯერ ადამიანის და შემდეგ სოციუმის განვითარების პროცესში. დაახლოებით 10-12 წლის წინ მე წავეკითხე დიდი ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის ჟან-პოლ სარტრის ძალიან რთული, მაგრამ შესანიშნავი რომანი გულისრევა და როდესაც შევიგრძენი რომ ეს რომანი გავიაზრე, შევსვდი ამ გენიოსის ნაზრევს, ჩემში ერთიორად გაიზარდა თვითშეფასება და თვითრწმენა და ამის შემდეგ უკვე გავიაზრე რომ მე ამ ქვეყნად ფუჭად არ ვარ მოსული და მინიმუმ ის შემიძლია რომ გენიოსების ნაზრევი გავიაზრო და თანამოქალაქეებს გავუზიარო. ანუ ჩვენ შეიძლება დავასკვნათ რომ ლიტერატურას სხვა თუ არაფერი ორი ძალიან დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ადამიანისთვის. პირველი ის ამაღლებს ჩვენში თვითრწმენას და მეორე ის ჩვენ გვიქარწყლებს ამაუების განცდას, რომელიც ასე ძალიან სტანჯავს კაცობრიობას დასაბამის დღიდან. ახლა რაც შეეხება ლიტერატურის როლს ადამიანისა და ზოგადად სოციუმის განვითარების პროცესში. მინდა გითხრათ რომ ლიტერატურა პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გადარჩეს ადამიანი როგორც ინდივიდი და გადარჩეს საზოგადოებაც და რატომ ახლავე გეტყვით. დიდი გერმანელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი თავის გენიალურ და სქელყდიან ნაშრომში ჯადოსნური მთა წერდა რომ ჰუმანისტური ლიტერატურა ქმნის ჰუმანისტურ საზოგადოებას, ხოლო თავის შეუძლებელია ჰუმანისტური საზოგადოებისგან მოხდეს ტირანიული ხელისუფლების ფორმირება, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულ სივრცეში, კონკრეტულ ქვეყანაში უბრალოდ საყოველთაო კეთილდღეობა მოვიპოვოთ. და მეორე, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ლიტერატურას ადამიანის ინდივიდუალურ გადარჩენაში, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ადრე თუ გვიან დგება ეგრეთ წოდებული სულიერი კრიზისის პერიოდი. ასეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში დაახლოებით 8-10 წლის წინ დადგა, ჩემს წინ აღიმართა სიცარიელის ოკეანე, ეს ტერმინი მე თვითონ შევთხზი და მე ამ ოკეანეს ვერ გადავლახავდი, რომ არა ჩემი აზროვნების ფართო თვალსაჩინო, რომელიც რა თქმა უნდა გამოწვეული იყო ძალიან ბევრი კითხვით. ასევე მინდა გითხრათ რომ როდესაც დავიწყე კითხვა დაახლოებით 10 წლის ვიყავი, უკვე 14-15 წლის ასაკში წაკითხული მქონდა გოეთეს ფაუსტი, რაც არის ძალიან სერიოზული და მძიმე ლიტერატურა, ხოლო რაც არ უნდა პარადოქსალურად მოგეჩვენოთ 35 წლის ასაკში უკვე წავიკითხე საკმაწყვილო წიგნი დიდი ამერიკელი მწერლისა, ფაქტობრივად ამერიკული ლიტერატურის დამფუძნებლისა მარკ ტვენისა ჰაკლბერი ფინი და ამან ჩემზე არც ისეთი კარგი ზეგავლენა მოახდინა, რადგან ძალიან მაღალფარდოვანი გავხდი სიღმაწვილეში და ამას ადამიანები არაბუნებრივად აღიქვამდნენ. ამიტომ თუ შეამჩნევთ რომ თქვენს შვილებს აქვთ მიდრეკილება ლიტერატურისკენ, წიგნის კითხვისკენ, შეეცადეთ რომ მათ დაიწყონ ამ შემეცნების ძალიან შორეულ სიღრმეებში, ასე ვთქვათ, ხეტიალი, რა თქმა უნდა, საბავშვო და საკმაწყვილო ლიტერატურით. ხო, დიდი ჩეხი გერმანულენოვანი მწერალი ფრანც კაფკა ამბობდა რომ წიგნი უნდა იყოს ნაჯახი ჩვენს გაყინულ სულშიო და მე არ შემიძლია რომ მას ამაში არ დავეთანხმო, როდესაც დაახლოებით 3-4 წლის წინ წავიკითხე დიდი ფრანგი მწერლისა და პოეტის ვიქტორ ჰიუგოს საბრალონი და ვნახე ამ რომანის
შესანიშნავი პერსონაჟების სულიერი ტრანსფორმაცია სამი დღე ჩემი გული იყო მოლბობილი და ფაქტობრივად ყოველდილით ცრემლები მაღვიძებდა. აი ამიტომ თქვა ამ დიდმა შემოქმედმა ფრანც კაფკამ რომ ლიტერატურა უნდა იყოს ნაჯახი ჩვენს გაყინულ სულშიო და რაც უფრო ფართოა ადამიანის თვალსაჩინო მით უფრო მეტგრად ებრძვის ის იმ სიცარიელეს რომელიც ადრე თუ გვიან როგორც უკვე ვთქვით და ახლა ვიმეორებ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დამკვიდრდება ხოლმე და როგორც დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა კარტეზიანიზმის დამფუძნებელმა რენე დეკარტმა და შემდეგ უკვე მე-20 საუკუნეში დიდმა რუსმა ებრაული წარმომავლობის პოეტმა იოსებ ბროდსკიმ დაგვიბარა წიგნი ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ვიმოგზაუროთ წარსულის ეპოქებში და იქ გავეცნოთ, გავიზიაროთ დიდი და გამორჩეული ადამიანების ნაზრევები. მე დღეს მინდა წაგიკითხოთ ჩემი ახლად გამოცემული კრებულიდან ერთი ლექსი, რომელიც ოდესღაც წაიკითხა მსახიობმა ზვიად დოლიძემ და ამ ლექსმა ძალიან ფართო გამოხმაურება ჰპოვა, მან დააგროვა ეგრეთ წოდებული 10,000 ლაიკი და ჰქონდა 4,000 გაზიარება და ეს ლექსი ეხება საქართველოს. ბოლო დროს მე შევამჩნიე რომ ჩვენ საზოგადოებაში არის ტენდენცია ადამიანებმა საკუთარი თავი დააყენონ საქართველოზე წინ საქართველოზე მაღლა და სწორედ ამ ნაფიქრალმა განაპირობა ამ ლექსის დაწერა. მას ასე მე ასეთი საქართველო არ მინდა. საქართველო თიულური ბინდი ხარ მოზურმუხტორიონი. საქართველო რაღაც უფრო დიდი ხარ ვიდრე galaktioni. საქართველო დაისრული ხარი ხარ ბოროტ სავალალებლად. საქართველო რაღაც უფრო დიდი ხარ ვიდრე ვაჟა ფშაველა. საქართველო ამირანის კუნესა ხარ უფლის წმინდა მახვილი. საქართველო ბევრად უფრო მეტი ხარ ვიდრე ბარათაშვილი. საქართველო ღმერთის შვილობილი ხარ, დევნილთა საბურველი. საქართველო უფრო შორს მჭვრეტელი ხარ, ვიდრე ბრძენი რუსთველი. თუ კი პოეტ პატონობა მეღირსა, შენს თეთნულზე ვენთები. საქართველო მზეჭაბუკის ფერი ხარ, მე კი ისევ გნებდები. ვენთები და ვენთები და ვენთები უვერაგეს მტერთა გადასათიბად. დედამიწას თუ კი ვერ ეხეთქები, მე ასეთი საქართველო არ მინდა და ჩვენს დღევანდელ გადაცემას დავხურავ დიდი შოთა რუსთაველის მფრინავი და აფორისტული ფრაზით ვით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესტ წყობთა მწყობრისა ანუ ჩვენ იმიტომ ვიმეცნებთ რომ საბოლოოდ შევერწყათ უზენაესს და ჩვენ მომავალ გადაცემაში ვისაუბრებთ გიორგი გურჯიევზე. მადლობა ყურადღებისთვის, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო და გისურვებთ ბედნიერებას.